თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, რომელსაც ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა ბაჩიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 2.500.000 ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, გიორგი ბაჩიაშვილმა 2 მარტს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სავარაუდოდ უკანონო გზით დატოვა. მისივე თქმით, ბაჩიაშვილს ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი, პირადობა, ასევე აკრძალული ჰქონდა საზღვრის კვეთა შესაბამისი ორგანოს ინფორმირების გარეშე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით გამოძიების დასრულებამ შეიძლება მტკიცებულებების განადგურების საფუძველი შეამცირა, მაგრამ მისი აზრით რჩება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფუძველი, რაც აღკვეთილი იქნება პატიმრობით. მომდევნო პროცესი ორშაბათს 10 მარტს გაიმართება, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. ივანიშვილის ქართული ოცნების რეჟიმმა გააუქმა ამერიკული კომპანიების შეთავაზებები და საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდა. ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ქართველებს სურთ ამერიკელებთან ერთად საქმის კეთება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ჩინეთს აძლევს მოქმედების თავისუფლებას. ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში სპეციალურ სამიტზე შეიკრიბებიან და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვის საკითხებს განიხილავენ. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. როგორც საბჭოს პრეს-რელიზში აღნიშნული, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს შემდგომში მხარი დაუჭიროს უკრაინას და იმ პრინციპებს, რომელიც მომავალში უნდა დაიცვან. შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინისა და შეერთებული შტატების გუნდებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა. მისი თქმით, ანდრეი ერმაკმა და მაიკლ ოლცმა მოლაპარაკებები გამართეს და უკვე ხედავენ წინსვლას. იმედი გვაქვს, მომავალ კვირას ვიხილავთ პირველ შედეგებს, აღნიშნა ზელენსკიმ. მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენ მხარეს დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს ასე არ იქნება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, მისი თქმით, მომდევნო კვირას ის პარიზში იმ ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსებს მიიღებს, რომლებიც მზად არიან უკრაინაში სამომავლო მშვიდობის გარანტორების როლი აიღონ. მისი შეფასებით, უკრაინაში მშვიდობა სავარაუდოდ ევროპული ძალების განლაგებით დადგება, რომლებიც არ წავდნენ წინა ხაზზე საბრძოლოდ, მაგრამ იქ იქნებიან, როდესაც მშვიდობა გაფორმდება. როგორც მაკრონმა აღნიშნა, გეგმა უნდა იყოს მყარი, ხანგრძლივი, კონტროლირებადი მშვიდობისთვის, რომელიც მომზადდება უკრაინელებთან და რამდენიმე სხვა ევროპელ პარტნიორთან ერთად. მაკრონის განცხადებით, რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე არ ექრება და ის მთელს ევროპას ეხება საფრანგეთის ჩათვლით. მისი თქმით, რუსეთს ვეღარ ენდობიან, რადგან მან მინსკის შეთანხმებები დაარღვია. საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმება ყველა სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ თვლის, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება უკრაინის ხარჯზე. როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთმა თავისი ბირთვული იარაღით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეების დაცვა უნდა დაიწყოს. მისი განცხადებით, ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში. გაათავისუფლეთ ყველა მძევალი ახლა დაუყოვნებლივ და არა მოგვიანებით. დააბრუნეთ თქვენს მიერ დახოცილი ადამიანების ცხედარი, თორემ თქვენთვის ყველაფერი დასრულებულია. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სოციალურ ქსელში წერს. დონალდ ტრამპის თქმით, ისრაელს ყველაფერს უგზავნის, რაც საჭიროა საქმის ბოლომდე მისაყვანად, რომ ჰამასის არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ დაჯგუფება ისე არ მოიქცევა, როგორც ის ამბობს. აშშ-ს პრეზიდენტი ჰამასის ხელმძღვანელობას ღაზას სექტორის დატოვებისკენ მოუწოდებს და ასევე ანკლავის მოსახლეობას მიმართავს. მშვენიერი მომავალი გერით, მაგრამ თუ მძევლები გეყოლებათ, მკვდარი ხართ. მიიღეთ ჭკვიანური გადაწყვეტილება, გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთის გადახდა მოგიწევთ, ამბობს ტრამპი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ბადრა გუმბას შეხვდა. პუტინის თქმით, იმ საკითხების ბოლომდე მოგვარების ბრძანებას გასცემს, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის აღებასთან არის დაკავშირებული. რუსული მედიის თანახმად, პუტინის თქმით, მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს. ის გუმბას დაჰპირდა, რომ რუსეთი დაეხმარება აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემის მოგვარებაში, რისთვისაც ჰუმანიტარულ მიწოდებას უზრუნველყოფს.